ეს ევროპული საბჭო გადამწყვეტ დროს იმართება. ჩვენ ერთი უმთავრესი მიზანი გვაქვს მშვიდობა უკრაინისთვის, ძალით განმტკიცებული მშვიდობა. ამისთვის უკრაინას სჭირდება გარანტირებული დაფინანსება მომდევნო 2026 და 27 წლების განმავლობაში. კარგია, რომ ევროპულმა საბჭომ აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტს მომდევნო 2 წლის მანძილზე ჩვენ შევავსებთ. საუბარია 127 მილიარდ ევროზე, რომელიც საჭიროა. ეს არის როგორც ჩვენი საკუთარი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება დავფაროთ ამ თანხის 2/3, 90 მილიარდი евро. მე წარმოვადგინე ორი წინადადება, ორი ვარიანტი ამ დაფინანსებისთვის. ერთი ვარიანტია დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტით, ბიუჯეტზე დაყრდნობილი სესხის აღებით. მეორე შესაძლებლობაა რეპარაციების სესხი. შესაბამისად, დღეს გვექნება განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელს ავილჩევთ ამ ორიდან. ეს ინტენსიური დისკუსიები იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დღის ბოლოს უკრაინისთვის მომდევნო 2 წლის დაფინანსება უზრუნველყოფილი იყოს. ბელგიის მიერ გამოხატული შეშფოთების მესმის ჩვენ ბელგიასთან ერთად დღე და ღამე ვმუშაობთ და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მისი პირადი ჩართულობისთვის. ეს სრულიად გასაგებია და მე ამას მხარს ვუჭერ. თუ ჩვენ ავილჩევთ რეპარაციების სესხს, რისკი ყველაზე უნდა განეწილდეს. ეს სოლიდარობის საკითხია, ევროპული კავშირის ძირითადი პრინციპი. დღეს გამოსავალი უნდა მოვძაბნოთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა თქვა და მე ამას სრულიად ვუჭერ მხარს, რომ შეხვედრა მომდევნო 2 წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების გარეშე არ დასრულდება. ორი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ევროპულ საბჭოში.